მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და მადლობა იმისათვის, რომ საშუალება გვეძლევა, რომ აი ადამიანები შემოვიდნენ ხოლმე ეთერში და მათთვის სავალდებულო კითხვები დასვან და უბრალოდ ერთმანეთს დავეხმაროთ ჩვენ აი ამ ზარებით, ჩვენი გამოცდილებით. ეხლა აი მთელი კვირა ვფიქრობ იმაზე, რომ რაცნაირად ბოროტმა ისე გააკეთა, რომ ავტორიტეტი რასაც ქვია, აი რაღაცა რომ შეაჩერებს ადამიანს, ვიღაცას რომ გაითვალისწინებს ადამიანი, ეს ყველაფერი მოკლეს. რაღაცნაირად კვდება და ძალიან გული მწყდება, ის პატივი იკარგება, რამაც უნდა გაგზარდოს, ამას უნდა ჩამოგაყალიბოს ადამიანად და ის ძალა მოგცეს, რომ ხო იცით, აი საერთოდ რაღაცას რომ ითვალისწინებ და ვიღაცა რო არის შენთვის სამაგალითო, რაღაცისაგან გიცავს, რაღაცისაგან გაჩერებს, მერე სხვას აღიარებს, სხვისი აღიარება ძალიან მაგარი არის, როცა ვიღაცა შენზე გამოცდილი არის და იცი და ამ ყველაფრის აღიარება შეგიძლია. აი ეს ყველაფერი მოსპეს და შემდგომ ძალიან ადვილი სამართავი გახდა ადამიანი რა. მე ვფიქრობ, რომ უავტორიტეტო ადამიანი და ადამიანი, რომელიც სხვას არცემს პატივს, ეს ადამიანი უბრალოდ დაიღუპება რა და ძალიან გული მწყდება, რომ აი საქართველოში მით უმეტეს ეს თემა არის წამოსაწევი, რომ პატივსაცემი ადამიანები როგორ არ არიან და რა თქმა უნდა რაღაცა ვიწრო წრე არის, რომელიც ვიღაც ადამიანებს ითვალისწინებს, მაგრამ ძირითადად ის ბირთვი, რომელიც აი ითვალისწინებდა ხოლმე დიდ ადამიანს, რაღაცა ეს აღარ არსებობს და ძალიან წყდება ამაზე გული და ყველაზე რთული არის ეს ჩვენთვის. ისევე ჩვენ დაგვაზარალებს. აი ჩვენ თუ არ გვეყოლება რაღაცა წინამძღოლი ისეთი მაგალითად, როგორიც ჩვენთვის არის მისაბაძი, ხო ეს თვითონ ჩვენთაგანს მე არ ვამბობ რაღაცა ერის მამაზე და იმაზე, მაგრამ აი უბრალოდ ვამბობ, ხო ხდებით? ამ შემთხვევაში ჩვენ პრობლემები შეგვექმნება, უბრალოდ ვერ გავითვალისწინებთ ვერავის, არავის პატივისცემა არ გვექნება და უბრალოდ რაღაცნაირად განსაცდელი რო იქნება რაღაცა, არც დანდობა არ გვექნება მაშინ სხვა ადამიანის და გავწირავთ ეს ერთმანეთს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ საკუთარ თავს კიდე. აი რაში გამოგვადგება მაგალითად აი თქვენ მინდა რომ ზარი როცა იქნება რომ აუცილებლად თქვათ რომ აი თქვენთვის მაგალითად რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ გყავდეთ მისაბაძი ადამიანი ის ადამიანი რომლის გამოც სიტყვაზე რაღაცას გააკეთებ რაღაცას დათმობ სიტყვაზე იმიტომ რომ ეს მასა ძირითადად ისე იმართება ხოლმე შემდგომ უავტორიტეტო მასა რომ როგორც აითაც გაქანდება ბოროტი იქ მიყვება ხოლმე რა მე აქ სულიერ ასპექტში ვამბობ და ისედაც ვამბობ ესე იცით რომ მე ხა პოლიტიკისაგან შორს ვარ ამ შემთხვევაში და თან კიდე არც მინდა იმდენი საუბარია ხოლმე პოლიტიკაზე რომ ეხა ჩემ ეთერში ნამდვილად არ მინდა და მინდა რომ რაღაცნაირად ჩვენი წუხილი ამასთან დაკავშირებით გამოვთქვათ ხოლმე რა ვიცი რომ რაღაცა რთული პერიოდი არის თან როგორი არის წარმოიდგინე ხა აი ადრე იყო ხოლმე პერიოდი რომ ვიღაცას ითვალისწინებდი რაღაცას აი სკოლა იყო თუ რაც იყო ხო აი ელემენტარული პედაგოგი ან ვიღაცა რაღაცას გეტყოდა რომ აი სიტყვაზე შენებს ვეტყვი ან შენიანი მოვიდეს რაღაცა ამხელა ის იყო პრობლემა რომ შეიძლება ღამე გაგეთენებინა რომ აიმე აი ჩემმა არ გაიგო რაღაცა დღეს ეს პატივისცემა აღარ არის უფროსის და უმცროსისადმი პატივისცემა აღარ არის რაღაცა ეს ასაკიც რაღაცნაირად უკვე რაღაცა გააუფასურეს თითქოს უფროსი აღარ არსებობს და რაღაცნაირად შენ გინდა რომ შენ გემოზე იყო და ჩვენ თუ არ გვეყოლება მისაბაძი და სამაგალითო ადამიანები ძალიან რთული პრობლემის ქვეშ აღმოჩნდები და ყველაზე ცუდი რა არის რომ ესეთი თაობები თუ გაიზარდა შეიძლება უფროს თაობებს და იმ ადამიანებს ვინც არიან დღეს სამაგალითონი საპატივცემულო ხო იმ ადამიანებს არც ყავდეთ მომკითხველი და არც სიტყვაზე რომ გარდაიცვლებიან იმ წინათაობებს ხო წინ წამომწევი იმიტომ არის ბევრი ისტორიას ებზვის, ბევრი რაღაცა წარსულს ებზვის, რაღაცა არა, პირიქით ისინი უნდა ჩვენ წამოვწიოთ წირო რაღაცნაირად მათ მაგალითზე ჩვენ გავიზარდოთ ისევე რომ გავითვალისწინოთ ხოლმე ის თუ რაც მომავალში მოხდება მათი მაგალითებით ჩვენ წარმოიდგინეთ ხარ ამ ხელაზე მეტად გამოცდილება გვექნება ხო და რაღაცნაირად ბოროტმა დააჯერა ადამიანს თავის აპარტაუნებით რომ რაღაცნაირად თითქოს მისგან იწყება ეს ყველაფერი მისთ იწყება ეს ცხოვრება და სხვა არ უნდა ყავდეს მაგალითად და აი ამ აპარტაუნებაში უბრალოდ რაღაცნაირად დაისაკუთრა ბოროტმა და მივიღებთ ძალიან გაუარესებულ ადამიანს რომელიც ზეცისათვისაც მისაღები არ იქნება და ჩვენ საბოლოო ჯამში რისთვის გავჩდით რომ
ცხონდეთ, ხო? ღმერთმა იმიტომ გაგვაჩინა, რომ ისევ ღმერთამდე უნდა მივიდეთ და ამ ნაბიჯებით დღეს როგორიც არის ადამიანი, ხო? ძალიან გაუჭირდება ადამიანს რა. და რა არის გასათვალისწინებელი და როგორ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ბოლოს არ ვინანოთ. ამასთან დაკავშირებით მინდოდა რომ თქვენს გესაუბრათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანი რაც უნდა კარგად იცხოვროთ და ვიცხოვროთ, ხო, მაინც რაღაცა დეტალები იქნება, რომელსაც აუცილებლად ვინანებთ. იმიტომ რომ ჩვენ როგორც გვინდა რომ აი თუ სწორად გვინდა და კარგად, აი შეიძლება 3 და 4 სიცოცხლე არ გიყოთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დააკეთოთ, მაგრამ აი ნაკლებად რო იყოს ჩვენთვის სანანებელი ის, რომ თუ როგორც ვიცხოვრებთ, რომ თქვათ, რომ აი ქვეყნად ცხოვრება ღირდა რა. იმიტომ რომ ნახეთ აი როგორი რაღაცაა, იცით რომ აი დაიწყო, მაგალითად სუთავიდანვე დაიწყო, ხო, იქ რაღაცა რა ეკლესიაზე რაღაცას ვიტყვი, იქ მღვდელზე რაღაცას ვიტყვი, რაღაცა და ყური შეეჩვია. მერე უბრალოდ ყველაფერი გაბედეს მერე და აი აქედან გამომდინარე, ხო, მერე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უავტორიტეტო ხალხი და ის ადამიანები, რომლებსაც წარმოიდგინე, არ ყავთ შემაკავებელი, რომლის გამოც სიტყვაზე მოიქცევა ადამიანურად და რაღაც მომენტები ყველა ცხოვრებაში მოხდება ისეთი, რომ აუცილებლად მოგიწევს ან მოიქცე რაღაცა უხეშად, ან გაითვალისწინო ვიღაცები და მოიქცე ადამიანად და ადამიანურად და ამ შემთხვევაში ადამიანს უკვე აღარ ყავს ის გასათვალისწინებელი, ის მთავარი, აბა ჩვენამდე რატო იბადებენ ის ჭკვიანი ადამიანები, ხო? რომ მათგან ვისწავლოთ, ღმერთმა ისე ხო არ გააჩინა ისინი, ხო? ამდენი მისაბაძე ადამიანი ყავს და უბრალოდ აი ვის გაიხსენებთ, როცა ვიღაცისთვის მიგიბაძიათ, ხო? და ვიღაცის გამო რაღაცა დაგითმიათ, შეიძლება რაღაც ბავშვობაში რაღაცა შეიძლება ყოფილა, მაგრამ დღეს უკვე რაღაცნაირად ავტორიტეტი აღარ არსებობს. და სამწუხაროდ ჩვენ და დღეს აი იმიტომ არის, რომ ადამიანი რაღაცნაირად სულ დეპრესირებულია, სულ რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცნაირი არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში მომენტები, რომელიც ადამიანებმა გადაიტანეს. მაგრამ ჩვენ რახანს მათ არ ვითვალისწინებთ, მერე ჩვენ რო ეს მომენტები დაგვიდგება, ჩვენ ვერ გადაგვაქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ როგორ მოიქცა მაშინ, იმიტომ რომ ჩვენთვის ისინი მისაბაძე არ იყვნენ და რაღაცად მე სულ გონია რომ შენ უნდა იმას ქნა და ამიტომ არის რომ ადამიანს ექმნება პრობლემები საბოლოოდ და აი სულ ყველას რა ვიცი, აი ძალიან ბევრ ადამიანს ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხართ, ვინც ძალიან ბევრს აი მაგიტომ არის ეკლესია ყველაზე მთავარი, რომ ეკლესიაში არის იმ წარსული, იმ სამაგალითოს, იმ უფროსის პატივისცემა. ეკლესიაში ხარ, რაც უფრო ასაკოვანი ხარ, ეს სასულიერო პირი ხარ, მრევლი ხარ თუ რაღაცა, მით უფრო მეტ პატივს გცემენ. ერში იმდენად არ არის ხოლმე ეგრე და ამიტომ საჭირო არის ეს, რომ ჩვენ აუცილებლად ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცა სამაგალითო უნდა გვყავდეს, რომელი ადამიანებიც ადგებიან და ჩვენთვის იქნებიან შემაკავებელნი თუნდაც აი სამაგალითოდ რო ყავს აი როგორც ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ყავს ხო და ყავდა ხო და უამრავი ისეთი ადამიანი რომელიც ჩვენს გამომართლა მთელი სიცოცხლე დათმო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ საქართველო ყოფილიყო იმ დონის და იმ ღირსების რომელ ღირსებასაც დღეს ატარებს ის წარსული ის ყველაფერი ის ეკლესიაში ყოველ შემთხვევაში წამოსული არის ეს თემები ის არის წამოსული რომ ჩვენ ვიცით რომ ვინ არის ჩვენზე წინ ვინ არის პატივსაცემი და აი გონიერება აქ უფრო მეტად უფრო ეხა ადამიანის გონება საერთოდ დახჩული ეხა ისეთი არ არის რაღაცნაირად როგორიც უნდა იყოს და როგორიც ღმერთს უნდა მაგრამ ჩვენ წოდების და გამო ისე მაგრამ რაღაცაით ეკლესიაში ხდება ამ ყველაფრის რეალიზება უფრო პრობლემის თვალებში შეხედვა და მე ამ პრობლემასთან არა მარტო ყოფნა აი ყველაზე მთავარი რაც არის რომ ადამიანს როცა ყავს ღმერთი შენთვის ყველაზე მთავარ ავტორიტეტად ის ადამიანები ვინც არიან ღვთისმსახურები იქ დიდი წმინდანები და ასე შემდეგ ბევრი ანუ დეტალი არის და ბევრნი არიან ესენი რომლებსაც ითვალისწინებ უფრო მეტად სწორად მიყავს ის ცხოვრება და უფრო ნაკლები შეცდომა არის დაშვებული შენ ცხოვრებაში შემდგომ ვიდრე სხვა ადამიანი რომელიც სხვას არ ითვალისწინებს და ეს ყველაფერი გააკეთა ბოროტმა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად დაგვაბნიოს ისე რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვახსოვდეს რა ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები ერთმანეთს არ ითვალისწინებენ ადამიანის პატივსაცემი ხო აღარ არის ფაქტიურად იმიტომ როცა შენ ინტერესს ეხება არავის გამო აღარაფერს აღარ თმობ
დაგავიწყდა სიკვდილი რო არსებობს რა ის რის გამოც მე სიტყვაზე მკარგავ მეგრე შემდგომ შენ ამ ქვეყნიური ცხოვრების შემდგომ ოხრად დარჩება და რაღაცა ნივთმა, რაღაცა ყოფითმა, რაღაცა მატერიალურმა უფრო წინ წამოიწია, ვიდრე ის რომ სიტყვაზე შენთვის იყოს მნიშვნელოვანი ადამიანი. აი ადამიანი როცა შენთვის მნიშვნელოვანი იქნება და ყველაზე ავტორიტეტული, ხა აი ამასთანავ აი რაღაცა კითხვები არის ხოლმე, ხანდახან ვიღაცები იმაშვებენ ისე, მაგრა წირავენ ხოლმე ერთმანეთს, რაღაც საკითხის გამო. რა მნიშვნელობა აქვს საკითხის სისწორეს? ან საკითხს, სადაც მართალი ხარ, როცა მეორე ადამიანს გაწირა. აი ის საკითხი, ის ყველაფერი, რაც არსებობს, ხო ყველაფერი იმისათვის შეიქმნა, რომ მე და შენ შორის, მე და თქვენ შორის, ან ჩვენ თლიანად საზოგადოების შორის დამყარდეს ჯერ ურთიერთობა, მერე სუფევდეს ღმერთი ამ ყველაფრით და ღმერთმა მერე ეს ყველაფერი მოიწონოს, ხო? ჩვენ კიდე რას ვაკეთებთ? რაღაც ყოფითის გამო, მატერიალური იქნება თუ ეს რაღაცა პირადი ინტერესი, ხო? აი ნებისმიერ სხვა ადამიანს წირა. და მე შეიძლება გამობრუნდე იქ ტაძარში იარო, იქ ვიღაცისათვის ეკლესიური იყო, ვიღაცისათვის ნათლია იყო, ვიღაცისათვის თამადა იყო მაგარი, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ესენი რო გაქვს გაკეთებული და საქართველოს ნებისმიერ ქართველს როცა თუდად მოექცე. ეს არ გეგონოთ რომ საქართველოს მარტო შენობებია. საქართველოს არის ამ შენობებში მყოფი ადამიანები. აი ამ ადამიანებს თუდად როცა მოექცევა სხვა ადამიანი უკვე მას საქართველოს არ უყვარს, იმიტომ რომ საქართველოს მარტო შენობები კი არ უნდა გიყვარდეს და საზღვრები შენი. უნდა გიყვარდეს იმ ქართველებიანად, ვინც არიან. თუ ვიღაცა შედგა, იმას უნდა აფასებდე. თუ ვიღაცა ვერ შედგა, ის უნდა გტკიოდეს. აი ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა და ის ნამდვილი სიცოცხლე, რაც ღმერთმა მოგცა და რითაც ღმერთი გაიხარებს, იმიტომ რომ ღმერთი იმიტომ გაგვაჩინა, რომ ჩვენით გაიხაროს და ჩვენ კიდე ყველა ჩვენთაგანი რაღაცნაირად ლურსმნად ვიქეცით და ეკალათ მის ხელში რა და ძალიან წინს, აი წარმოიდგინეთ ეხლა აი რამდენი აი ღვთისმშობელს ჩააბარა ეს ქვეყანა. სხვათა შორის ერთმა მოძღვარმა თქვა, რომ ჩვენი ცხოვრება ქართველების ძალიან ტკივნეული არის იმ შემთხვევაში, რომ მართლა ღვთისმშობლის წიხვედრი ქვეყანა ვართ და ღვთისმშობელმა როგორც განიცადა თავის შვილის ჯვარცმა, ისევე ყოველი ქართველი ესეთი ჯვარცმულები ვართ, იმიტომ რომ ღვთისმშობლის შვილები ვართ ჩვენ. ღვთისმშობელს მიაბარა ეს ყველაფერი და აი ეს არის. შეიძლება ეხლა ვიღაცას მოეჩვენოს, ვიღაცას რაღაცა არ ჯეროდეს და რაღაცა, მაგრამ ყველაფრისთვის ის არ არის საჭირო გარდავიცვალოთ და მერე დავიჯეროთ ის ყველაფერი, რომ ნახავთ, რომ აი ზეცა არსებობს ღვთისმშობელი ფარავს საქართველოს და ასე შემდეგ, ხო? არ არის საჭირო, აქვე შეგვიძლია, გვაქვს ამის უნარი, ამის შეგნება, ამის ის, რომ აქვე შეგვიძლია, რომ ეს ყველაფერი დავიჯერო და ვისაც ეს არ ჯერავს, მას არ გააჩნია ავტორიტეტი. ხა წარმოიდგინეთ, ზარი არის ეთერში, ბევრი ზარი გამომჩა, მაპატიეთ, გისმენთ? ხა შემოუშვით. გამარჯობა, რადო ობიექტივიო. დიახ, გამარჯობათ. გამარჯობა. გისმენთ? ობიექტივის არხი და რატოა გამორთული? ხო, ხდება ხო, სხვათა შორის მითხრეს ამ ბოლო ხანს, ხო, რაღაცა ისა რა ქვია. რაღაც მომენტებში პრობლემა. ხო, რაღაც პრობლემა არის, ხო, ალბათ არის, არ ვიცი. აი ზუსტად ესე იმათ არ ვიცი, მაგრამ ისა რა ქვია, ალბათ გააკეთებენ განცხადებას. მე არ ვიცი ზუსტად, მე მოწეული წამყვანი ვარ და ესე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრგან მითხრეს, რომ რაღაც ადგილებში არის ჭერსო და მადლობა ძალიან დიდი ამ ზარისათვის და ძალიან ცუდი არის, თუ ამდენ ადამიანს ხარს უჭერენ ესე ეკლესიას ჩვენთან გვერდში უდგანან და ამ არხს თუ პრობლემები ექმნება, ძალიან წყინს. ძალიან საწყენია, იმიტომ რომ მე ეკლესიიდან როცა მოვედი აქ, მე პროფესიით ესე ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ რაღაც ამ თემებში მეხებოდა, მე პატრიარქმა მაკურთხა და ამ არხმა მიგვიღო. და ეს 2 საათი მე რაც ვარ, გამოვყო ეკლესიას და იმ მოძღვრებს, ვინც მომყავს და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის და როცა რაღაცა გაუჭირდებათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ სადღაც მივედი და ვაიმე და აღარ უჭირთ და უნდა წავიდე. ვალდებულება, აი ეგ არის ზუსტად. ჩემი ვალდებულებაა, რომ თუ ამ არხს გაუჭირდება, აუცილებლად გვერდში ყოველთვის დაუდგები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენიანი არის და ძალიან გთხოვთ, თქვენც გაამახვილეთ ხოლმე ყურადღება, იმიტომ რომ თუ რაღაცა გაჭირდა ამ არხზე, ძალიან ტკივნეული იქნება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მოდის ისეთი, რომელიც არსად შეიძლება არ მოდის
და ვერსად ვერ გამოვა, იმიტომ რომ სხვა ტელევიზიების შეიძლება არ იყოს მისაღები და აქ რამე თუ არის აი დემოკრატიის რაღაცა ხაზი, რომლითაც აი არავინ არავის არ ბატონობს, ეს ხდება აქ და ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, იმიტომ რომ მე ვარ თვითონ ისეთი ტიპი, რომ სხვა რაღაცა რომ ენახა მე აქ არ ვიქნებოდი დღეს და უკვე რამდენი წელია აქ ვარ და დიდი მადლობა. ზარი არის ეთერში, გისმენთ? გამარჯობა თქვენ. გამარჯობათ. ერთი ასეთი საკითხი მაინტერესებს, ძალიან ვარ დაინტერესებული. აბა 1953 წელს სრულიად საქართველოში სტალინმა აღადგინა ავტოკეფალია. რატომ უარყვეს ეს მერე ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის ეპოქაში? და რატომ ახლანდელ თარიღს ასახელებენ და 1953 წელს არ ასახელებთ არავინ? სიმართლე სადაა? მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ ეს აღადგინა ეს ყველაფერი და რა ვიცი ის არ ქვია ცოდნაა ყველაფერში საჭირო და ვინც მცოდნეა მან იცის ყველაფერი რა რაღაცნაირად ის არის რა ქვია ერთი რაღაც გამოკითხვა არის და ერთს ეკითხებიან რომ შენ ვინ იცისო ისო რომ შენ ვიხარო და ვინც საჭიროა იმან იცისო რა და აი ამაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ ცოდნა არის წამოსაწევი წინ რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდეთ აუცილებლად იმიტომ რომ ისა დასაფასებელია აუცილებლად უნდა დავაფასოთ ჩვენ და რა ვიცი ძალიან ვიცი რომ თქვენ თაობას ძალიან აფასებთ სტალინს აფასებთ მცოდნეების ხართ და ის და მადლობა ძალიან დიდი იმ ყველაფრისათვის და იმ პატივისცემისათვის აი ჩემი თქვენდამე პატივისცემა მინდა გამოვხატო იმიტომ რომ ეთყობა ღრმათ ერკვევით ამ ყველაფერში და მადლობა არ ვიცი მე ხა ისტორიულად ეს რაღაცები იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერსია ძალიან ბევრი წიგნია წამოწეული და იმ წიგს მე ვინ დაწერს ვინ გადაწერს და ვინ გადმოწერს ხო ვინც მოყვარია ესე წერს ვინც მტერია ისე წერს გააჩნია ის წყაროები ვის ეყრდნობა რა საერთოდ აი წიგსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე რომ როგორი მოტივით წერს ან როგორი მისდამი განწყობილი არის ის ადამიანი ვინც წერს ამ ყველაფერს და ვისაც მოაქვს ეს ისტორია ჩვენამდე რა მადლობა ძალიან ბევრი ცნობები არის ძალიან ბევრი ის არის და ნუ ამას თქვენ რო თუ ესე თვლით ესე იგი ესე არის საჭირო და ღმერთმა გაგიმარჯოთ ყველა იმ ადამიანს ვინც ნებისმიერ ისტორიის ჩვენი ყველაზე ისეთ ნაწილს რომელსაც პატივს ცემთ რომელიც წინ წამოსაწევია წამოწევთ და აი მაგიტომ არის აი როგორი რაღაცა არის ისიც რომ ჩვენ თუ წარსულს პატივს ცემთ ჩვენც მომავალში რო წარსული ვიქნებით ჩვენც თვითონს დაგვაფასებენ იმიტომ რომ აი ჩვენ ამაში უნდა გვაწყობდეს აი ტყე შეუნახე შვილებსაო ხო იცით აი როცა ადამიანი ზრუნავს იმაზე რომ აი მისი მომავალი დატვირთოთ წარსულით რომელიც იყო და ამ ყველაფერს ისტორიიდან მოყოლებული ყველაფერს ასწავლის იმ პატივისცემას ასწავლის იმ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადამიანებს დააფასებინებს, ხო? უფროსებზე მაქვს საუბარი, ხო? შემდგომ მასაც ტკბილისი ბრეელის რა. აუცილებლად რა და აი ყველაფერი აი გეფიცებით ყველაფერს აი ბავშვი ხო ყველა ყოფილხართ აი ყველას დაგვიშავები აი მაგალითად ავტობუსში ავსლო არ ან სადმე ხო უფროსისთვის შეიძლება ისე პატე დღეს ყველაფერი მინანი აუცილებლად ყველაფერს ინანებს სხვის არ დაფასებას აი ყველას დაგიდგებათ ეს მომენტი არ არსებობს იცოდეთ ეს არის გამორიცხული რომ ის რასაც თქვენ ვერ დააფასებთ შემდგომ არ ინანოთ ან მით უმეტეს ადამიანს და პატივსაცემს მით უმეტეს გისმენთ გამარჯობა ჩემო კარლო მოგაბაროთ და ის პატივს აქცენ და ძალიან დიდი გაფასებ მაგარი კეთილი ადამიანი ხარ და კეთილი საყაროა ყოველთვის ვუმე რა დიდი მადლობა მე მინდა ერთი აი ეს მივიტანო თქვენ მამაოებთან თქვენ უხუცელებთან რა რომ უნდა არ ვიცი აი შეიძლება სადღაც ერთი კვირა შეიძლება ორი კვირა იყოს გასული რა ექსკურსიები ყოველდღიურად ბავშვებს და ჩამოსულები იყვნენ ბათუმიდან დიახ სპეციალურად აქ ზედაზენის ეკლესია რო ენახათ რა რაღაც დიახ და წარმოიდგინე ნაუ 6-7 საათი იყო რა დაახლოებით და ეკლესია იყო დაკეტილი როგორ გული დასწრათ იცი აი მაგრა გული დასწრათ და დაახშირათ არის ეგრე რომ ეკლესიებს კეტავენ არ შეიძლება ეგრეთ აი საბერძნეთში მაგალითად მართლმადიდებლები არიან ხედაღამის უღია ეკლესიები
არ შეიძლება ეკლესიის დაგება. მე გეტყვით ამ ჯერსაღამოა, ზაფხულის დღეა და ხდება ეკლესია დაკეტილი. დიახ, მე მგონი იქ მე მგონი რესტავრაცია მიმდინარეობს. მე გეტყვით კი, აი მინდა რომ შენი გადაცემიდან მივიტანო ხმა, რომ აღარ დაკეტო ხოლმე ეკლესიის კარები რა, ყოველთვის იყოს ღია. დიახ, იცით რა არის, მე გეტყვით. კი, ძალიან დიდი მადლობა, მე გეტყვით, მოდით ისე ოპონირებას გაგიწევთ, ასე ვთქვათ, ოღონდ დამიჯერეთ, რომ ჩათვალეთო თქვენს ხარეს ვარ და დიდი მადლობა ყველა ზარს აბსოლუტურად. აი ნახეთ ეხა შეხედეთ, ხანდახან არის ხოლმე რომ მონასტრები არის და იქ სხვა წესდება. ანუ მე გირჩევთ, ვინც ექსკურსიებზე დადიხართ, ხო? ყველამ აი ცოტა წირვარი წამოწეული, ისეთ მონასტრებში იარეთ და არა ის სიტყვაზე სკიტე, რაღაცა ისეთი ჩაკეტილი მონასტრებია, სადაც ბერები არიან, რაღაცა და ხან არის ხოლმე რაღაცა კანონები აქვს შესრულებელი ის და ეს ექსკურსიები ხეს ხანდახან ხოლმე არ უწყობს ამ ყველაფერს რა, ლამაზად რო ვთქვათ რა, უშლის თქო ვერ ვიტყვი ხო ხდები და მაგიტომ აი და მე ექსკურსიებზე მე აი შემდეგი ძალიან კაი თემა წამოწიეთ და კი გეთანხმებით რაღაცეებში, მაგრამ მე გეტყვით, უნდა არის რაღაც გამონაკლისები, აი ძირითადად აირჩიეთ ხოლმე გამოჩენილი ტაძრები, რომელიც წინ არის წამოწეული ექსკურსიების მიზნით, იმიტომ რომ პრაქტიკა მეტი აქვთ და იმიტომ შემდეგი ექსკურსიებიც რო კეთდება, მიხვდით? და ისეთი ტაძრები არ აიჩიოთ, რომელიც სადაც ბევრი ექსკურსია არ კეთდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ზოგი ჩაკეტილია, ზოგი ბერები ცხოვრობენ, რაღაცა თავის კანონები აქვთ, მარხვა, ასე შემდეგ, ბევრი რაღაცა დეტალია, რომელმაც შეიძლება თქვენზე ახლა ცუდად იმოქმედა, მაგრამ ამან არ იმოქმედოს. დამიჯერეთ, იმიტომ რომ ბევრი ექსკურსიებზე მე კიდე გეტყვით ერთ რაღაცას, გისმენთ, ზარი არის ეთერში, გისმენთ? გამარჯობა გენაცვალე. მადლობთ რომ არსებობთ თქვენი გადაცემა და ობიექტები. დიდი მადლობა. აი ბატონის გასაგონეთ მინდა ვთქვა. მე 10 წელი ვიცხოვრე საბერძნეთში. ყოველ გამოსასვლელ დღეს მივდიოდი ეკლესიაში და ცნობისათვის შესვენებაზე იკეტება ეკლესია. არა ვიცი, ხო არა აქვს ინფორმაცია არა აქვს, ვიცი. ეს მე 10 წელი არ არის 10 საათი, 10 წელი ვიცხოვრე და იქ უფრო დავდიოდი ეკლესიაში, ვიდრე აქ საქართველოში, სამწუხაროდ. მაგრამ ეს იმას არ უშლის, რომ შესვენება აქვს, შესვენების დროს იკეთება. ზუსტად ვიცი, ხო. ეს არის ჩვეულებრივი. კი ბატონო, არა, ნახეთ ეს რას ამბობს. სულღია ვერ იქნება ეკლესია, გენაცვალე. აი რამოდენიმე ტაძარი, ხო, 6 საათი. დღევანდელ დღეს. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და ნახეთ აი როგორი რაღაცა იცი ერთ რაღაცას გეტყვით აი საერთოდ ექსკურსიას ხო ძალიან მაგარი თემა წამოწია სულ მიფიქრი ამაზე რომ ექსკურსიებზე ხედავ ხოლმე ეხლა ძირითადად აი დედაქე თემა შემოელოს ჩემი სიცოცხლე იქ მამა გაბრიელის ლუსკუმა სადაც არის იქ არის ყველაზე მეტი აი აბსოლუტურად ყველაზე მეტი ის რა ქვია ექსკურსია სხვათა შორის მარტყოფის მონასტერში მამა ბენიამინთან არის სუღია შეგიძლიათ რომ იქ ჩახვიდეთ ძალიან ბევრი ხალხი დაძი და დღე და ღამეც ღია არის რომ მიხვიდეთ ტაძარი და ბევრი რამოდენიმე ტაძარი არის, რომელიც ღია არის ხოლმე. ნახეთ ახლა მაგარ რაღაცას გეტყვით რა, რომ ჩამოდიან. ისე მიდიან ხოლმე, ისე გული მწყდება, რომ იმ ბავშვებმა არც იციან სად იყვნენ. ბევრმა. უბრალოდ იციან, რომ ამაც ცხეთაში იყვნენ, რაღაცა. ესეც თუ იციან, ესეც კაი ვარიანტი არის რა, მაგრამ ნახეთ აი რომ ჩამოყავთ აუცილებლად, გეხვეწებ ჩვენ ექსკურსიაზე, მართლა იმიტომ ხო არ მივდივართ, რომ რაღაცა ხაჭაპური და მწვადი ვჭამოთ. მაშინ წავიდეთ და ეგრევე რესტორანში წადით, რაღაც იხარჯებით, ხო? რომ მიდიხართ იმ მოლოცვისას აუცილებლად აუხსენით, ან გიდი აიყვანეთ, ან ვინმე მწოდნეთ თქვენთან ეხლა ძირითადად სკოლებიდან მიდიხართ და პედაგოგები და ისინი არიან, ხო, ადამიანები, რომლებიც იციან. აუხსენით ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ამ ბავშვებისათვის ის გმირები რომელსაც თვითონ სკროლავენ TikTok-ში და რაღაცა. სინამდვილეში გმირი ის არ არის. აი გმირები იქ არიან, სადაც თქვენ მიყავთ რა, იქ შიონღვიმში რომ წაიყვანთ თუ ნებისმიერ მონასტერში, ხო ხდებით? აი ეს იცოდეთ, გეხვეწებით, აი თქვენ შვილებს დააკარგინებთ კიდე ერთ წიგს, როცა ჩახვალთ თქვენ და იმას არ ეცოდინება, რომ სიტყვაზე მამა გაბრიელის ლუსკუმასთან რომ მივიდა, მამა გაბრიელი რომელ წელს იყო და ესე და აქ რა სასწაული ხდება და ისა. მოდიხართ ხოლმე ძირითადად რომ მოდიხართ, აი გულსატკენი არის და ძალიან გული მწყდება ხოლმე რა. იმიტომ რომ ნენელა ჩვენც ვიხვეწებით რაღაცნაირად. ეს ისწავლესო სიტყვაზე ბევრმა ისწავლა რომ რაღაცა აი შევიდეს, მოილოცოს, დაანთოს რაღაცა, მაგრამ ამ დონეზე არ დავჩეთ, წინ წავიდეთ, რომ ის ვისთვისაც ამ ექსკურსიას აკეთებთ. ყველაზე მთავარი ის კი არ უნდა
იყოს მერე რო ბურთს ითამაშებს და მწვად შეწვავს. ის უნდა იყოს, რომ იქ ვისთანაც მიიყვანეთ მოსალოდნელად, მისი ცხოვრება იცოდეს და მაშინ შეეწევა და მაგარი შვილი გაგეზდებათ. მაგარი მომავალი გაგეზდებათ და ისევ თქვენ გამოგადგებათ. გისმენთ ზარია ეთერში. გისმენთ? საღამო მშვიდობით გიორგიშვილო. ბედნიერია დედაშენი რომ ასეთი კარგი შვილი ყავს. აბა მას კითხეთ. იხდით მადლობას ობიექტის კლიანტს უყველას დამლაგებლიდან უბრალოდ დაწყებული. გაიხარეთ, გამრავლეთ. ბარაკა და ჯანი მოგცეთ უფალმა. დიდი მადლობა. თქვენ სადაური ბრძანდებით? აი, გაითიშა სამწუხაროდ ძალიან დიდი მადლობა დალოცე იმ ყველაფრისათვის, რასაც გვისურვებთ. აი, ნახეთ როგორი რაღაცა გეხვეწებით რა, ეს ყოველთვის გაითვალისწინეთ ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი რო ექსკურსიიდან მიდის, ძალიან ბევრი წმინდა ნაწილია, ძალიან ბევრი ის არის და ვერ ხვდება სად იყო. არ იცის და ვიღაცა რო შეეკითხება სად იყავიო. Ну, ცოდნე თუ შეეკითხება, მე შეიძლება ალბათ არ დასცინებს, მაგრამ გულში ალბათ იფიქრებს, რომ ეს არც ყოფილა იქო, ხო? აი ესეთი რაღაცა გთხოვ, ჩვენ ყველგან უნდა წავიდეთ, რომ მადლი წამოიღოთ, იმიტომ რომ ამ მადლმა მე ჩემი ერთი ძალიან მაგარი მეგობარი არის, რო არ თქვა, ხა არ შემიძლია. საბერძნეთში იყო, ამას წინათ მოსალოცად და აი საბერძნეთზე გამახსენდა და იცით რა მითხრა, რომ დღესაც ბედნიერი ვარ ის მადლი ისე გამომყვავ, წარმოიდგინეთ რა, ერთ-ერთ ტაძარში რა. როგორია, ბერპაისთან იყო და ეს ძალიან მაგარი ადამიანია, და წარმოიდგინეთ, დღესაც გაიარა რა, დღე მოგვე წამოვიდა. ჩვენ როგორ ვართ, იცი რომ კვირას ეკლესიაში შევოთ, რო გამოდიოთ იქითა კვირას, საერთოდ, აი, ქუჩაში რო გნახო, შეიძლება ეკლესიაში რო იყავი კვირას კი არა, საერთოდ რომ მონათლული ხარ, ეგ ვერ მიხვდეს ადამიანი. გეხვეწებით, აი ეს იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში რაღაცნაირად დგმურები ვართ და ვართ თან როგორი დგმურები იცი ელჩი რო ყავს გაგზავნილი ხო იცი სადღაც უცხო ქვეყანაში წარმომადგენლად და ან კიდე კარგად მოიქცევა და მე რაღაცნაირად ჩამოვა და ტაშ დაუკრავ ან კიდე შეგარცხვენს რა ესეთი რაღაცა ჩვენ ვართ ზეციდან გამოგზავნილი ელჩები ამ ქვეყნად ვართ მართლა დგმურები ვართ აი საერთოდ რო წავალთ აქედან ვერაფერს ვერ წავიღებთ რა ის რასაც გონია რო წავიღებთ ზუსტად იმას ვერ წავიღებთ და დარჩება ის აი ზუსტად თავი და რაზეც დავიწყე რა საუბარი რომ დარჩება ის რომ როგორ მომექეცი მე და აი ეგ არის ჩვენ თუ მაღალი ზნე არ გვექნება იმ წარსულზე არ ვიდგებით იმას არ აგვიხსნია რომ აი სიტყვაზე რომ მიყავს ექსკურსიაზე ადამიანი და იმას არ ეტყვი რომ ამას რაც უდათ მოექცნენ იმ წმინდას ვისთანაც მოვედით მოსალოცად საზოგადოება რაღაც აქენა ხო ისწავლის ის ბავშვი რომ როგორ არ უნდა მოექცეს სხვას ის როგორ თბილად ექცეოდა სხვა სიტყვაზე შიომღვიმეში რო წაიყვან ან რა ვიცი ნებისმიერ ადგილას სადღაც ხო ჯვარზე რო აიყვან ხო რომ ეტყვი რომ აი ეს იყო სამაგალითო და როგორ მოვექეცით ხო ის ბავშვი დაფიქრდება იმას ხვანაირი ისექნება რა და მე ზნითაც ხვანაირი გაიზრდება და გეხვეწებით აი ესენი არ გამოგჩეთ ხოლმე როცა კეთდება ხოლმე ექსკურსიები აი ნახეთ აი ხა აი ძალიან მაგარმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა დარეკა ხო იქ იყო დაკეტილი ეკლესია, ხო? აი იმ ბავშვებს ეხა წინა დავითგარეჯში რო ყავდათ, ის რომ მოგეყოლათ იმ ბავშვებისათვის იერუსალიმში რო ვერ შევიდა და სამი ქვა რო წამოიღო და ამ ქვით მთელი მადლი მიაქვსო საქართველოსიო, ხო? ესო ცოდნოდა იმ ბავშვი იმ დაკეტილ ეკლესიაში, ხო დაინახავდა დავითგარეჯელის მადლს და რო ვერ შევიდა ხო იტყოდა რომ მე ნახე ეს ახაც მოხდა მე აქედან აი ამ ფოთოლს წავიღებ სიტყვაზე და შეიძლება მეტი მადლი წავიღო და ეს არაუშავს ისი არ არის დაშვებული აი ეს გამოადგება მიხვდით იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ ბავშვებს უკვე დავითგარეჯი ისინი მოვლილი აქვს და ეხა ზედაზენზე აიყვანეთ და დარჩა დაკეტილი ხო და გული რო არ ეტკინოს ეს ხო დაეხმარება მიხვდით აი ამიტომ უნდა მოუყვეთ ჩვენი წმინდანების მაგალითები იმიტომ დავითგარეჯელი როგორ ვერ შევიდა ხო გახსოვთ იერუსალიმში ღირსი არ ვარო და ქვა წამოიღო წარმოიდგინეთ შესაძლოა ზარი არის ბოდიში თვალოდინებთ გისმენთ აიო გისმენთ რაღაც ეგეთი ხმა აი ქაც არა შორიანაი დელიკო კარგად ამბობს ხოლმე მეშურნეობა მოშურნეობა როცა ხარც ადვილად ეძლევა ის რაღაც ცენტრი ხორება იბრძოდი
თავგანწირვით რომ გამოგხსნოდა და გაიხედავდა რაღაცა ძალიან ადვილად რა ხელით რომ შეიძლება ხელით არ გაატოკა იმის. ხო იცით? ერთხელ აი ეს მეშურნეობა, არა სურიანი არ ვარ. უბრალოდ გული გწყდებათ, ხო გასაგებია. აი არ გავუტოკებია ხელი, არ თითქოს არც უნდოდა და შერო იბრძოდი მთელი ცხოვრება და ყველაზე არის ყავი დაგიჟებული რომ გინდოდა რომ გამოგხსნოდა და აი ამის შესახებ რო გითხრათ შენო საყვარელი. ხო მე როგორი ის არის, ისე რომ ეს მაინც მოძღვრის საქმეა ამის თქმა, მაგრამ მე ჩემინა გამომდინარე მაინც გეტყვით რომ ანუ რა არის ის ყველაზე რთული არის ალბათ რომ როცა რაღაცა გშურს, როცა რაღაცისგან გული გწყდება, იქ კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ფარულად მაინც ის არის რომ რაღაცნაირად გონია რომ შენ იმსახურებდი და ეს გონია რომ შენ იმსახურებდი უფრო თან სიამაყეც არის, მაგრამ არის ადამიანს, აი უღირსი ადამიანი არის და რაღაცა ეძლევა, აი რა ეძლევა, უღირსი როცა არის ადამიანი, უღირსას გეუბნებით, როცა ღირსი არ არის იმის სიტყვაზე, რაც აქვს, ხო? ჩვენი გადმოსახედიდან, ხო? ნუ ღმერთის გადმოსახედიდან შეიძლება რაღაც სხვანაირად არის, ხო? რა თქმა უნდა. დარწმუნებული ხარ, როცა ფიქრობ, ეგრე არის, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ არის, როცა ვიღაცა ადამიანს სიტყვაზე ეძლევა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ამასთან განშორებაც ძალიან რთული. და ეს აუცილებლად ეხა როცა იმას ეძლევა, აუცილებლად როდესღაც ამ ყველაფერთან განშორება მოუწევს. აი შენ შეიძლება მაგისგან გიცავს ღმერთი, რომ შენ ვერ შეელევი ამას და იმისთვისაც რა რთული იქნება სიკვდილის წინ რაღაცეები რომ მიეცა და დღესო დათმობა უწევს, როგორია წარმოიდგინე. აბა ამას გადავხედოთ ჩვენ. კი, შეიძლება დღეს რაღაცა მისთვის ამოდის რაღაცა მზე, მაგრამ სად წავა, ხო? აუცილებლად ის საბოლოოდ ეს ყველაფერი ხო მაინც აქ რჩება, ხო? ესეთი რაღაცა ანუ ფაქტიურად მასაც არ მიეცა და ან სადარდებლად მიეცა, მე ვიცი ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც დარდობს იმაზე, რომ აი მისი აი ძალა ერთი იყო ეხლა, რომ წარმოიდგინეთ თელეფონებები გაყიდა, იმიტომ რომ ჩემებისო წარმოიდგინეთ, ჩემები დაჭამენო ამ ყველაფერსო, ამაზე ერთმანეთსო წარმოიდგინეთ და ვიღაცას რომ მიეცა, იმა რაფასათაც მოიპოვა შენ ამ ყველაფრის გამკეთებელი ხარ ხარ, მოდი შენ თავს დაუსვი კითხო. და შენ თუ ამ ყველაფრის გამკეთებელი ხარ, მაშინ არ იმსახურებ, იმიტომ რომ იცი რა არის, შენ ის არ იკადრე, რაც მან იკადრა. იმიტომ რომ მიეცა რას ქვია, შენ თუ მაგარი ხარ, ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ბევრ ღირსეულ ადამიანსაც აქვს საშუალება რაღაცა და მერთმა გაუმარჯოს და ყველაზე და ყველაფერზე არ ვამბობ. მე გეუბნებით უბრალოდ აი ვიღაცებს რომ გადადიც და გვერდზე სხვა ადამიანს ვერ ხედავს რა. და ვიღაცას ურშია და ამას რო ყველა მაწყარი გონია. აი ესეთი რაღაცა და აი ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მაინც აი რაც არ უნდა ძალიან კაი ადამიანი ხარ და არის რაღაცა მომენტები, რომ ისეთი ის არის, რომ აი მართლა მეგობრად მიმაჩნიხარ, მე უკვე გცნობთ კიდევაც ხოლმე, როცა რეკავთ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ფარულად ბოროტი შურს წევს თქვენში, როცა სხვისი აი ესე რაღაცნაირად თუნდაც იმ უღირსის სათვის არ გემემტება და ყველაზე ცუდი რა არის, რომ შეიძლება რაღაცები მოხდეს და მე მისი ჭირი გაგიხარდეს. და ეგ იქნება ყველაზე დიდი ტრაგედია. უკვე შენ ღმერთისგან ძალიან შორს იქნება, იმიტომ რომ წარმოიდგინე იმ ადამიანს, რომელსაც ფიქრობ, რომ რატო მიეცაო, ეს ყველაფერი რომ დაკარგოს, შენ იტყვი, რომ არ გეწყინა. და ეს არის ყველაზე ცუდი. აი წარმოიდგინე ჩვენ რა მდგომარეობაში ჩავარდებით, მე როცა ფიქრ, ამიტომ არასოდეს სხვისას არ შეეხო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვის რატო მიეცა. ვინ რაფასად, ვინ ვის ფეხი დაუდო, ვინ რის გამო წავიდა სადღაც რო წავიდა და ავიდა მაღალ იმაზე, ხო? ეს პირიქით შეიძლება მისთვის ტრაგედია იყოს რა. დამიჯერეთ რა, ეს გარედან ჩანს ეგრე, თორემ მე ბევრ ოჯახს ვიცნობ, ისეთი რომელიც თქვენ გარედან კარგა და ვაიმე დედა ნეტა ესე ვიყო, მაგრამ შიგნით რომ შეგახედათ, იტყვით რომ ვაიმე ეს არ იყოს ოღონდ ჩვენთანო. ეს სიტუაცია და არ მინდაო, თურმე გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანსო რა. გისმენთ არია ეთერში. გისმენთ? ალო? მოგესალმებით, ქალბატონო. ალო? არის მის გისმენთ? საერთოდ როდის
უნდა დაიხსენოს ჩვენმა ხალხმა. ეს გვეშველება. რა მაგარ რაღაცას ამბობ მართლა როგორ დაიღალა ადამიანი და არა და რა ცოტა უნდა ქართველს გახარებისათვის და იმისათვის რომ კარგად ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ამზარისათვის და დაიღა აი წარმოიდგინეთ რა აი ყველა ადამიანს რა ცოტა უნდა სიტყვაზე და ყველა რაღაცნაირად მაინც იმაშובה რა ქვია ერთმანეთს ცხოვრებას ურთულებს და უბრალოდ შეიძლება კაი გამარჯობა ვიღაცას მთელი დღე და მთელი კვირა გაყვეს ხო ნიაცა მითხრა რომ ქუჩაში შემხვდა და ასათი ხო არ გაქვსო და მე რაღაცა არ ვეწევი არ მაქვს მეთქი და როგორ მახსოვს არ დამავიწყდება რა რომ ისაო რა ქვიაო შვილო სპიჩკა არ გამომაქვსო სპიჩკა მითხრა და იმიტომ ამბობ ესე რა არ გამომაქვსო გარეთო რომ ვიღაცას ამ გადაკიდებისას ვეურთიერთო წარმოიდგინეთ რა რომ ადამიანი როგორ მიტოვებულად გძნობს სხვა ადამიანებისგან თავს და ეხა ну რა უნდა ვილაპარაკოთ რომ სიტყვაზე მასშტაბურად არ ხდება ეს არც სახელმწიფოსგან არც იმისგან ხო ეს კიდე ცალკე საკითხია ხო იქ კი არა ოჯახებში აღარ არის უკვე ყურად ნაღები თქვენი პრობლემა წარმოიდგინეთ როგორ ადამიანი ერთმანეთისათვის გაუცხოდა და პატრიარქი რომ ამბობდა იმის სიტყვებია რომ ადამიანი ადამიანისთვის გელი გახდაო ხო როგორია წარმოიდგინეთ რა და აი ეს არის აი ზუსტად ეგ უნდა ბოროტსაც რომ აი წარმიგიხე წეღა ხო დარეკე თქვენ რომ აი მართლა შენ გეკუთვნის რა და ვიღაცა შენ მეზობელს რაღაცნაირად ისა აქვს აქვია მიზდის რომელიც მართლა არ არის ხო ამის გის ჯერ თან რა არის იცით რომ ხშირად არის ხოლმე რომ რა იცი ვიღაცას რაღაცას იკეთე ყველგან გაუკეთებია თუნდაც შვილი რო ყავს ან რაღაცა დედა რო ყავს და იმ დედამ როცა დაიბადა რომ მაშინ გაიხარა მისით ხო სიტყვაზე ან ვიღაცას ყველას ყავს ისეთი ადამიანი ვინც მადლიერია ამ სიკეთისათვის ღმერთი ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ აქ აძლევს იმიტომ აძლევს რომ ადამიანი რომელიც განწირული არის და ძალიან ცუდად იქცევა და ღმერთს გმობს სიტყვაზე და რაღაცა რომელიც შემდგომ შეიძლება მოხდეს რაღაცა იქ სადაც ღმერთმა დაუფაროს ყველას ჯოჯოხეთში ხო იმ სიკეთეზე იქ ხო ვერ გადაუხდეს სამაგიეროს და აძლევს აქ და ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა და მე რა არის საბოლოოდ რა არის იცით რომ ეს ყველაფერი თან აი წარმოგიდგენე უღირსი ვიღაცა აი ჭუბობს რაღაცა ბრაზიანი უფროსი ვიღაცა ხო წარმოგიდგენთ იმ უფროს ამდენი სიკეთე აქვს ამდენი რაღაცა აქვს და როგორ ცუდად გეკცევათ და ეს ყველაფერიც რო გამოაცალოს ღმერთმა წარმოიდგინეთ მე რა იქნება საერთოდ ამიტომ აი რაღაცები ხო აი ბევრი ფულიანი არის მინახია მჟავე სახით ხო აი რაღაცა ისეთი ფიქრობ ხოლმე მეთქი აი ამას რო ეს მატერიალი ნუ მისთვის ეს არის რა ყველაზე მთავარი აი ეს ყველაფერი რო არ ქონდეს წარმოიდგინე საერთოდ რა დღეში იქნება თქო აი ყველაფერი აქვს ვაფშე პრობლემა არ აქვს და თითქოს ჩვენი გადმოსახედიდან გარედან ამ ქვეყნიურ გადმოსახედზე ვამბობ თორე ყველაზე დიდი პრობლემა ის არის როცა შენი ირგვლივ მყოფებს ვერ ამჩნევ ხო ფიზიკურად უბრალოდ აბა საიდან გაქვს ის ყველაფერი ან ნუ თუ ერთი გაჭირებული არ გინახავს ან რაღაცა რომ სიტყვაზე რაღაცნაირად იმასგან თან ყველაზე ცუდი რა არის და ყველაზე დიდი გაჭირება რომ შენ გონია რომ ამ ყველაფერს რომ მოაგროვებ თან წაიღებ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რომ ადამიანს გაცნობიერებული არ გაქვს ამდენი გარდაცვლილი ადამიანის ამდენი დიდი ადამიანის რომელიც ვერ გამოიკიდა ამ ქვეყანას ვერანაირად ხო რომ აუცილებლად ჩვენც მოგიწევს იქ წასვლა და ამ ყველაფრით ვერ წავა ხო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აქ რჩება და როგორია რომ შეგიძლია აქციო იმათ რომ ეს ყველაფერი მატერიალური თუნდაც ისე მოიხმარო რომ ზეცა მოიპოვო წარმოიდგინე რა ვიღაც გაჭირებულსო დაეხმარები და ვიღაცის იქ სადაც ღვთისშვილს ხელს გაუწვდი წარმოიდგინე შენ ღმერთი როგორ გამოგიწვდის როცა გარდაიცვლები ხო აი ეს რო არ გაქვს შეგნებული როგორც არ უნდა კარგად ცხოვრობდე მატერიალურთან იმათ ხო ეს უკვე ყველაზე დიდ პრობლემაში მაშინ ხარ როცა ის შენ არიცი რომ აი ეს მატერიალური შენ რისთვის მოგეცა და შენ რომ სუმუდამ არ გექნება ხო ეთი რაღაცა აი ჩვენ ყოველთვის ამის გამო გმართებს ხოლმე დაფიქრება და აი იმიტომ არის არ შეიყვაროთ მატერიალური იმიტომ რომ წაგიღებთ მე ისე რომ სხვას ვეღარ შეამჩნევთ და მარტო იმას შეამჩნევთ რაც ხდება აი ქვეყნის ღალატი იქ ვიღაცას რო უჭის ვიღაცა ყველაფერი მაგის გამო ხდება ხო იცით ჩემ ძალიან ბევრი მეგობარი არის ისეთი რომ ძალიან კარგად
სანამ არ იყო კარგად ყოველთვის ამბობდა რომ მე რო ფული მექნება, მე რო თანამდებობა მექნება, აი ამას ვიზამ, იმას დავეხმარები, იმას მე თანამდებობაზეც მინახავს ეს ადამიანები და აი მაგიტომ არის ხოლმე რომ აი ღვთისწყალობა არის რომ სადღაც რაღაც არ გეძლევა ხშირ შემთხვევაში და მინახავს როგორ იქცეოდნენ საპირისპიროდ და რა მომხდარა იცით რომ თვითონვე უთქვამთ რომ აუ შეიძლება ვცხოვრ აქედან სხვა რაღაცა არისო ვერ ხედავო რა აი მდიდარი და ლაზარესი გავი მდიდარი სუფრასნაიჯდა და იმას ვერ ამჩნევდა გაჭირებულს წარმოიდგინე და ლაზარეო მისი სუფრინა გადავარდნილი რაღაცა იმეს პურის ნამცეცი და ისო გადავარდებოდა იმას ჭამდაო წარმოიდგინეთ მაგრამ საბოლოო წარმოიდგინეთ ლაზარე ხვდება 64-ში და მდიდარი ჯოჯოხეთში და იმდენად იმაში არის რომ ლაზარეს აგებინებს იქიდანაც რომ გეხვეწებით თხოვეთო რომ ერთი წვეთი წყალი მინდაო და იქნებო წყალი მომაწოდოს წარმოიდგინეთ ხოლმე ეხა დეტალში არ შევალ ზარი არის ეთერში იმიტომ რომ ხალ ზარები ელოდე გისმენთ გისმენთ გამარჯობათ გაგიმარჯოთ ყველაზე მეტად იცით გული რაზე მტკივა არც იმდიდრე მაინტერესებს არც მდიდარი ვარ და არც ისე რომ ძალიან მიჭირდეს მაგრამ გული მტკივა თვითონ ადამიანებს რახაც ერთმანეთის მიმართ სიტყვა სიყვარული დაკარგეს ნუ თუ ადამიანს არ შეუძლია ტაძარში რო შევა და სანთლებს აამთებს თავის მიცვალებულებზე, თავის შვილებზე, თავის ახლობლებზე ერთი სანთელი უპატრონო მიცვალებულებზეც აამთოს რომელსაც აკავს რაღაცის არავინ მომგონებს ქუჩაში გაჭირებულს რომ მოეფეროს უთხრას მომავალში უფრო კარგად იქნებიო თუ ვერ იმეტებს რომ მატერიალურად დაეხმაროს თუმცა ეს ცუდია იცის უნდა შეძლოს ადამიანმა ვიღაცისთვის რაღაც გაიმეტოს მისი მომავლისთვის თუნდაც მისი შვილებისთვის მარტო ის კი არ არის შვილებს ქონება შეუქმნა ხარც უნდა გახსოვდეს შესაძლებელი დიდი მადლობა აი ამაზე მწივა აი იცით რა არის ქალბატონო ხო არ გასულ ხართ ეთერიდან ეს როგორი მომენტი არის იცით რომ არის ფართო მასშტაბის აზროვნება არის პატარა მასშტაბის აზროვნება პატრიარქი ამბობდა ხოლმე როგორც თვითონ იყო თან ეს ამას ხედავდნენ მე ამის უკარა გისმენთ მოდი ზარს უპასუხოთ ერთი გისმენთ გაითიშა ნახეთ როგორ არის იცით რომ ადამიანები არიან რომლებიც ყოფნიან თავის ოჯახს სიტყვაზე 2 კაც 5 კაც 10 კაც სიტყვაზე ვიღაც ადამიანი არის ყოფნის თელ სოფელს ვიღაც ადამიანი თელ საქართველოს ყოფნის აი ესეთი რაღაცა რაც უფრო დიდად შენ თავს წაწევ სულიერად მით უფრო მეტ ადამიანს ეყოფი აი როგორც პატრიარქი მაგალითად ჩვენი ილია მეორე ხო აი იმდენად ადამიანი იგზნო სხვა ადამიანის ტკივილი და იმდენად მიხვდა რომ აი ყველა ადამიანი ის შვილია რომელიც შენი შვილია სახში ყველა ისე უნდა გეტკინოს რომელიც შენი მშობელი რო გტკივა ხო ის არ უნდა იყოს რომ მე ხო დავიძინე ნაჭამა სიტყვაზე და მე ხო არ მიჭირს და იქ სამონტყოფოში ვინწევს ხა რა ჩემთვის ამნიშნულობა აქვს და ჩემია სიტყვაზე ვიღაცას აი ესეთი რაღაცა ჩვენ აი ისიც უნდა გტკიოდეს ხო ხდებით აი იქ რო სახში რო მოაგვარებ მე ცოტა გარეთ გადი იმის გარეთ და უფრო დიდი ადამიანი ეგრე ხდები რომ მასშტაბურად მე უფრო ბევრს ყოფნი ხარ რა ჩვენ ეგ არის აი ის ავტორიტეტი მოსპეს ის მისაბაძი მოსპეს ეს მოსპეს და ფიზიკურად ადამიანმა აღარ იცის უკვე რომ რაქნას და ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში ეგოისტურში რომლითაც არსებობს რა და თვითონ ხო გააქვს ეს ცხოვრება და ეგ არის ეს ხო მოგვეკითხება მე ჩვენ რო ჩაივლი და იქ ვიღაცა რომ გაჭირებული არის და იმას რო ვერ შეამჩნევ იმიტომ რომ შენ თბილად გძინავს წარმოიდგინე და ერთი იცოდეთ გეხვეწებით ვისაც რამე პრობლემა გაქვთ რა ვინც დღეს სიტყვაზე გვიყურებთ ვისაც სახურავი გაქვთ რაღაცა აი ნებისმიერ ამბავში აი ვინც რაღაცნაირად სიტყვაზე სნეულებაში ხართ რაღაცა ხო ვინც პატიმრობაში ხართ ვინც რაღაცა ვიღაცა ადამიანები ყოველთვის არსებობენ რომელიც აი ზუსტად თქვენ მდგომარეობას რა ტკივილითაც ხართ ნატურულობენ წარმოიდგინეთ რა იმიტომ რომ მე ხალხი მინახავს წუთებს ითვლი და ამ ქვეყნად რო ეცხოვრა რა აი წუთებს რო უთხრეს რომ ერთი კვირა დაგჭა 2 დღე დაგჭა და ესე იცოდეთ ვიღაც ადამიანები არსებობენ რომელიც თქვენ ამ ტკივილს ნატურულობენ წარმოიდგინეთ რა
და ეს ყოველთვის იცოდეთ, გეხვეწებით რა, არ დაგავიწყდეთ. აი, ზოგი პატიმარი ხარ, ჩემი გული გენაცვალოთ, ვიცი, ზოგი უცხოეთში ხართ, რაღაცა აუცილებლად ხართ ყველა ღვთისათვის გამოსადეგარი და ღმერთს ჭირდებით თქვენ და იმიტომ ხართ იქ, სადაც ხართ, სამაგალითონი ხართ და ვინც ხართ, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს ვინც დაითმინო სრულიად, იგი ცხონდესო რა და აი ღმერთს ჭირდებით, იცოდეთ, შეიძლება ვიღაცა მიტოვებული გზნობს თავს და აი არ ჭირდები არავის რაღაცა, არა, იცოდეთ რომ ყველაზე მაგარს, ვინც კი სამყაროში არსებობს და საერთოდ ყველაფრის ფლობელია, იმას ჭირდებით ღმერთს, აი ყოველთვის იცოდეთ. გემშვიდობებით, ხვალ დაგიმუნდებით საღამოს მამა გიორგი ვაშალომიძესთან ერთად რუისნახევრისათვის მე გახდით გიორგი დარასელია და გეხვეწებით იმედი არ დაკარგოთ არასდროს გქონდეთ ხოლმე იმედი აუცილებლად და ღმერთი აუცილებლად აი მოგხედავთ აუცილებლად და მინდა კიდე რომ ყველას აი ვინც ხართ ჩვენი მსმენელები დიდი მადლობა გითხრათ იმისათვის რომ ხართ რა და უღრმესი მადლობა რომ ამ ტელევიზიას რომ ამ დროს გვითმობს კიდე დიდი მადლობა რა და ჩემი თანადგომა სულ ექნება რა ვქვია სადაც არ გავა არ გამოვა ეგრე ხო არ არის ხო რა თქმა უნდა აუცილებლად რაღაცა ბრძოლები არის მაგრამ ის ბრძოლებშიც ხო იცით ოქრო ცეცხლში იწთობაო რა ასე რომ გაძლიერდება ყველაფერი იქნება ძალიან კარგად დიდი მადლობა და თავარია რომ გვახსოვდეს ერთმანეთი და არ გავიმეტოთ არ გამეტების პოლიტიკა არის ყველაზე მაგარი ნუ გაიმეტებ იმიტომ რომ მალე ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრებ ქართული ხმა შეიძლება მოგენატროთ წარმოიდგინე უცხოეთში რო გებულობ ქართულ ხმას როგორ ქსიამონებს აი ეგრე უნდა იყოს აქაც რა ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერ კარგს გისურვებთ დროებით და ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს რისნახევრისათვის კარგად ზანდებოდეთ